მოგესალმებით ყველას. უკვე მეორე წელია, რაც ამ დისკურსის ფარგლებში მართავთ ამ ტიპის შეხვედრებს. მისი ფორმატი არის განსხვავებული. რიგ შემთხვევაში არის კვლევის წარდგენა, როგორც დღეს. რიგ შემთხვევაში წიგნის პრეზენტაცია, წიგნების პრეზენტაცია. დღევანდელი ამ დისკურსი ეძღვნება მეცნიერების საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 10 ნოემბერს იმართება. ეს თარიღი რეალურად თითქმის მეოთხედი საუკუნეა უკვე რაც აღინიშნება. და აღინიშნება იუნესკოს ეგიდით. ყოველწლიურად რაც კონკრეტული თემაც კი არის, რაზეც კეთდება აქცენტი. და საინტერესო უფრო მე შეგახსენებ, საინტერესოა რომ გაიცხადა 10 წელი მეცნიერების ეს არის დეკადა 2024-2033 წლები. ძალიან საინტერესო ფორმულირება აქვს ამ დეკადას. ეს არის რომ საზოგადოება უნდა დააფიქრდეს თუ როგორი ურთიერთობა უნდა იყოს მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის. განსაკუთრებით მეცნიერების საერთაშორისო დეკადის კონტექსტში. და აი ამ წლის თემა გახლავთ ნდობა, ტრანსფორმაცია და ხვალინდელი დღე. მეცნიერება, რომელიც 2050 წლისთვის გვჭირდება. რეალურად ძალიან ამბიციურია, ამავდროულად ძალიან დამაფიქრებელი. აი ამ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ მეცნიერება 2050 წელს. ხო, ძალიან საინტერესოა და დღევანდელ დღეს რომ მივუბრუნდეთ ჩვენ სწორედ აი ამ მეცნიერების საერთაშორისო დღეს მიწვნით ამ დისკურსს. დღეს წარმოდგენილი იქნება ქალბატონი რია კალენდარიშვილის, ყველას კარგად მოგეხსენებათ გახლავთ კინომცოდნე, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და მისი კვლევა გახლავთ კინოკადრის კომპოზიცია. მოგესალმებით. დღევანდელ მოხსენებას ვიწყებ მიქელანჯელო ანტონინის ბოლვაკის კადრის კომპოზიციის საუბრით. ეს ადრეც მივაყარეთ ამაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მჭირდებოდა და ისევ გავიზიარეთ. მიქელანჯელო ანტონინის ბოლვაკის კადრის კომპოზიცია ფილმის კონცეფციასა და თემას წარმოადგენს. ფილმის გმირი ფოტოგრაფით ომასი რეპორტაჟებს იღებს თანამედროვე ლონდონის ქუჩებიდან. ფოტოების გადაღებული სერია მუშებებზე უსამყაროზე ნახტურებზე ძალიან საინტერესო, მაგრამ მეტისმეტად პირქუშად გამოიყურება. კრიტიკული ნამუშევრების შემდეგ თომასი რაიმე დადებით ნათელ და ხალისიან სიუჟეტებს ეძებს, რითიც შეიძლება დააღამოსოს გამოსაცემი რეპორტაჟის მძიმე რეალიზმი. და ქალაქის პარკში წარწდება შეყვარებულ მამას წყვილს გამოსახოს მოთამაშეს. თომასი სხვადასხვა თემის წერტილიდან გადაუღებს ფოტოებს, მათ შორის სცენას, რომელიც პირდაპირ ნაკელი ინების სიმბოლოსავით გამოიყურება. ეს არის ფერდზე, ნათელ-მდელოზე ხელჩაჭრილი არქეტიპით გადაზნექილი ნორის გამხატველი წყვილის იდეალურად განსხვავებული პოზა. მაგრამ ფოტოების დავრიცხვის შემდეგ ამჩნევს ქალის შესწორებულ მზერას და მზერის მიმართულებით იღებს კომპოზიციის არააქტივირებულ უმნიშვნელო აპირებში მოქცეული და გაუქმებული დეტალების მნიშვნელობის ძიებას. არაწინასწარ მოფიქრებული და მათზე მოდელებული იდეის არამედ მათი ნამდვილი შინაარსისა. აღმოჩნდა, რომ კადრი უაღრას აიძულოს პატოს. იმ მნიშვნელობას უსვამს აკორდეონი მნიშვნელობას კადრი მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც ობიექტივმა აირჩია და ჩარჩოს შემოსაზღვრა. რეალურ სინამდვილის დეტალი კომპოზიციურად შესამჩნევი სიმკვეთის აღმოჩნდა, თუმცა ალბომის გამოცემელი რედაქტორი ფოტოებზე ასახულა აშკარას სინამდვილეს დასაბუთად სახელწოდებებს ურჩევს. ამ ფოტოებს სახელები მოუფიქრე ამბობს. საქმიანად ამბობს იგი, მოუფიქრე კი ნიშნავს რაღაც სხვა აზრს.
ჩამატებას მნიშვნელობის გარდაქმნას. განსაკუთრებით თუ არა სახელწოდება იდეას საკითხავი ეს არის. სახელწოდება ჩარჩოა, რომელშიც კომპოზიცია რეალობას იდეის მიმართ აწესებს. კომპოზიციის ცვლილებით კავშირი შეიძლება დაიფაროს მოცემულობა, შეიცვალოს ხელოვნურად აქცენტირებული მნიშვნელობებით. ხედავთ კი იმას, რასაც ვუყურებთ, აკრონიული ტიტრებიდანვე აშკაროდებს სახელწოდების ორმაგობას, დამოკიდებულებას სინდისში წარმოდგენილის მიმართ. ასევე ფიზიკურად არასებული ცუდანიშნულობები, უშუალოდ რეალობაზე ჩამოყალიბებული წინააღმდეგობით უწვარი ფონით, რომელიც კინოში კომბინირებული გადაღებებისთვის გამოსახულების ხელოვნურად შესაძლებლობას გამოიყენება. ეს დაწერილი ნიშნები, სიტყვები და მათი მნიშვნელობები თვალსაზრისით ჩარჩოებში მათი ინტერპრეტაციის პრობაში გვაქცევენ. ყველაზე უყვარი ფაქტობრივად კი, რომელიცაა ფოტოგრაფია, ინტერპრეტაციის შედეგად შლის დაახლოებით რეალობის ასპექტებს. გლოვაში ერთიან სტატიკურ უმეტყველო ფონს აწოცხლებს ასოების წრეში უკვე დაწყებული კინოგამოსახულება. ცხოვრება, რომელიც გამოწვეული დეკორაციის მიმართ არის თავად მიედინება, თუმცა რეალობა, რომელიც ამ ასოების სიმბოლური მნიშვნელობით არის კადრირებული, ასეთი კადრის ჩარჩოებში მის კონტექსტში მოხვედრილი შენადობის შეჩერებაზე მეტყველებს. ფილმში თავიდანვე გვეძლევათ წინაპირობა ორმაგი, ურთიერთ გამომრიცხველი მნიშვნელობის მატარებელი საზრისისა. რეალობა, როგორც თავისთავად ობიექტურად არსებული ირავა და რეალობა, რომელსაც ჩვენი პირობითი საზრობის მიღმა კადრებით აღვქვათ. პოსტმოდერნისტული ორაზოვანი დაშლილი და უფრო ტექსტები საზრისებსა და კონტექსტში იგება, ციტატები, რემინესცენციები, ალუზიები, კულტურის მოვლენები, თვითშემცველობითი პარალელები, გაურებები, ირონია, ერთი დეტალის გაშლა განკვეთება, წარსულა, საერთაშორისო შექმნა, ტექსტის სხვადასხვა ელემენტისაგან დაუკიდებელი ფრაგმენტისა და მიმართებით, როგორც მიქელანჯელოს ფოტოგრაფიაში. ფილმი მოგვითხრობს რეალობაში ჩამალული იდუმალი ქულების კვანძი, რომელსაც ფილმის გმირი თომასის კამერა ოპტიმისტური კადრების თქმა ერთად მექანიკურად აღმოჩნდა. სურათზე მხოლოდ ხარში ამოძრავული კეთილების გამოსახულებაა. პროტაგისა და ფოტოების არული ჩრდილი, თუმცა რომლის სიგნეში რაღაც აღწერილს ამსკილებისა და სიგნელის პრაგრობის საზრდისი. ფაქტები, მომსხეების ფოტოებში იმალება. ფოტოგრაფიის ხდება თვითმფრინავი იმისა, რაც არ დაუნახავს, მისი მოწმეცაა და არც არის. ცდილობს ჩაწვდეს რეალობის გაიგებას, მაგრამ ანალიზის ფოტოზე გუნდოვანია. როდესაც გავსვა განსხვავებული ჩრდილსაც, აფიქსირებს რეალობის სურათს, ამჟღავნებს გამოსახულებას, თუმცა ვერანიშნავს მის აქვს. ამგვარად კინოობიექტივი გაუცდელი რეალობიდან გამოსვლად ირჩევს მის ნაწილს, ჩარჩოში არჩევს ობიექტის სამყაროს თვალსაჩინოს მის მოძრაობას, გადაადგილებას, თვისობრივ დეტალებს, მაგრამ ფილმის იდეაზე თვალსაზრისი რომ შეგვექმნას, მისი თანმიმდევრულად დაალაგებაა საჭირო. ხელოვნების ფილმების ესთეტიკური კანონების მოწესრიგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ნაწარმოების ელემენტებად დაყოფის, იდეის კონცეფციისადმი, ანუ ფილმის გადაწყვეტისადმი დაქვემდებარების წესრიგი, კომპოზიციის თავისებურება, რომლიცაა თქვათ სიუჟეტის დანაწევრება გარკვეული თვალსაზრისით, დროში განაწილება, მოვლენათა პერსონაჟთა და გარემოსა და ვითარებაში განთავსება და სათანადო აქცენტირება. წელი ორგანზომილებიანი ეკრანის პირველში წარმოსადგენი გამოსახულების გააზრება სამგანზომილებიან სივრცეში. იგულისხმება ხაზების მიმართულება, ხედვის კუთხე, პერსპექტივა, ფორმა, პროპორცია, განათება, გამოსახულების იერსახე, კადრის განათება. ობიექტთან სიახლოვე და გამოსახულების მასშტაბი, ფერი, დინამიკა, რიტმი, შეყრადობა, ეს ყველაფერი იდეისა და ჩარჩოს მთლიანობის წესრიგით, კადრის ფორმატში ან ელემენტებს შორის შექმნილი დამოკიდებულებებით განსაზღვრება. იური ლაკმუროტმანი აღნიშნავდა, თუ სმენის მეთოდება სიტყვა ყოფს, ხედვა სამყაროს ერთ ნაწილად ხედავს. ნაჭირებად დაყოფილი სამყარო, რომელთაგან თვითონ გარკვეულ დამოკიდებულებას იძენს, კინო სამყაროში კარგად დაშლის ნებისმიერი დეტალის იზრუნებების შესაძლებლობა. კინო სამყაროში კარგად დაშლის ნებისმიერი დეტალის იზრუნებების შესაძლებლობა ჩნდება. კადრი იძენს სიტყვაში თვალსაჩინოს თავისუფლებას.
მის იზოლირება სხვა კადრებთან შეცვლა შესაძლებელია semantიკური კანონების მიხედვით და არაბუნებრივი თანმიმდევრობის თავისებურების მიხედვით. ეს ცვალებადი სურათები კინოკადრის საერთო ჩარჩოში მოქცეული მრავალი უძრავი გამოსახულებისაგან შედგება, საიდანაც თითოეული ფილმის მსვლელობისას წამის მხოლოდ ერთ 24 გრძივებას იკავებს. ანუ მხოლოდ ერთი ფოტოგრაფიული სურათს, რომელსაც თვალის ნომერად ვერც ამოწმავს. ეს სურათი შედის კინოკადრის შემადგენლობაში, მაგრამ როგორც ერთეული კომპონენტი, სამკერვალოდ მაშინ ვიდრე წარმოაჩენს. ვერც რაიმე არც, ვერც ნიშანს ან კომპოზიციის რაიმე ელემენტს. ის აღებულად არაფერთან არ არის კავშირში და არაფერს ნიშნავს და დაახლოებით ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც სიტყვაში ასოს. დასავლეთის ფოტოგრაფიისაგან, სადაც ასეთ ერთეულ კავშირს თავისი დამოუკიდებელი კომპოზიცია, იდეა, ფაქტური დირექტივა აქვს და რამდენიმე ხნის იმდენი თანხმობით შეგვიძლია დავუყენოთ. კინოში ასეთი სურათის ეკრანზე გამოჩენა დროის სიჩქარეთან გამომდინარე, როგორც ვთქვით, უკილავია. მხოლოდ ერთი წამი თანმიმდევრულად წარმოქმნილი 24 ასეთი სურათი ამოქმედა ერთ წამიერ გამოსახულებად. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესამჩნევი თითო გამოსახულებაც და გამოსახულებაში მომხდარი თანდათანობით ცვლილებაც. მოძრაობა დეფორმაცია. თუმცა ერთ შესამჩნევ გამოსახულებასაც სჭირდება სხვა მეორე გამოსახულება, საკუთარი სიმწე, რომ გამოსი მოწყობილობა შეეწყვეტოს. ცალკეულ ნიშანი ამბობს პერლოგონი. ცალკეულ ნიშანი არაფერს ნიშნავს. მიუთითებდა მელოპორტი, მეგოს მელოპორტი, თითოეული ნიშანი თავისთავად გამოხატავს არაიმდენად მნიშვნელობას, რამდენადაც განსხვავებას საკუთარ თავსა და სხვა ნიშნებს შორის. იგივე შეიძლება ითქვას ენის შესაძლებლად, ენა შეიძლება განსხვავების ისაგან და არა სიტყვებისაგან. სწორედ თავად სიტყვების ერთეულო განსხვავების არსებული განსხვავებისაგან. ენახეულობებას ერთგვარი ენა იმოუწყობს. მიუხედავად არის გადაღების მიზანი მოვლენის უბრალოდ ფიქსაცია თუ ფილმის სტრუქტურული სურათის აღდგენა. ასეთი ენის გასაგებად ჩვეულებრივი გრამატიკა არ გამოდგება. კინოში გრამატიკას კომპოზიციას ფორმა და გამოხატვა ცვლის. მნიშვნელობა და საზრისი, რომელიც ნიშნავს გამოსახულება და განაგებით და მიმართულებით ინტერვალური დამოკიდებულებებით და გადახდების შეიძლება წარმოიქმნება. ეკრანულ გამოსახულებაზე ფორმა და შინაარსი ერთმანეთისგან განუყოფელია. ამგვარად კინოში შინაარსს სწორედ კადრის კომპოზიცია განსხვავებს, რომელიც რიცხვს საუბრობ ხელოვნების წერილს, არა რეალობაზე ჩამოსავლის ძირებები, არამედ ახალი რეალობის მანდატები. მათ გაგებასა და გააზრებაზე მოიხსნება. ეს ნიშნები თვითონ სხვადასხვა გამოსახულების შესაძლებლობა. ერთმანეთში შეიძლება შეიცავს წინააღმდეგობრივობას, კონსონანსებს, დისონანსებს, განსხვავებებისგან შედგება და მსგავსებებისგან. მელოპორტი აღნიშნავდა, ნებისმიერი სტილი სამყაროს ელემენტების გაფორმებაა, რაც მას საშუალებას აძლევს მის ერთ არსებულ ნაწილზე იქნას ორიენტირებული. თუ სამყაროს მიმაჩენილი ჩვენს გარკვეულად დაავადებული დეფორმაციას ექვემდებარება, ეს მნიშვნელობის არსებობაზე მიუთითებს. კადრების შესაფერისი განმარტოება მიიღოს, მას ფილმში თავისი ადგილი, რიტმი და განსხვავება უნდა ჰქონდეს. საკუთარი განსხვავებული კინემატოგრაფიული კადრების ექსპოზიცია, კინემატოგრაფიული კადრების კომპოზიციის განსაზღვრება, სკოლისა ჩარჩოში განთავსების გამოსახულების მოძრაობა, რიგი კომპონენტების დეფორმაცია გადაყენება. იგულისხმება ლიტერატურული სცენარის გავლენის სიცის ანალიზის, რომელშიც კონკრეტული კადრის მიძინასების არჩეულ ბაზმში წარმოდგება. მის წვალებადობა, ობიექტივის გადანაშაულობა და სხვა. ეს ყველაფერი ფილმში ესთეტიკურად განზრუნულად ეწმის ერთმანეთს, სიუჟეტური ფრაგმენტი, გამოსახულებასა და ხმას, პერსონაჟ მოქმედებას, აქედან კომპოზიციის ელემენტების ცვლილება, კადრის ნებისმიერ შეზე შეიძლება გამოიხატოს როგორც კადრების ხმაში, ისე კადრულად ერთსა და იმავე კადრში. ფილმის სიუჟეტის გადმოსახვისას ჩვეულებრივ საშუალო გრძელობის კადრები გვხვდება. მეტნაკლებად ფარგლები, კადრების რიგით, რომლებიც ერთობლივად წარმოადგენენ ფილმში ერთ სრულ სხვადასხვაგვარი ნაწილებით აწყობილ ფილმს. დრამატულ მოვლენას, მოქმედებას,
ერთეულშრომით ელემენტს. მსგავსად როგორც ეს თეორიაში ხდება, სპექტრში სცენა ჩვეულებრივ ვითარდება ერთ ადგილას და ეხება ერთ მოქმედებას. კადრის დასაშრომდას, რომ კადრი თავმოყრა შეერთვის მოქმედების ან ადგილის სრულდებიდან გამომდინარეობს. ამგვარად კადრს უწოდებენ კინემატოგრაფიული მნიშვნელობის ერთეულს. კინოკამერის ჩართვიდან მის გამოწვევას, ობიექტივში მოხდენილ გამოსახულებათა და თანმიმდევრობას, რომელიც მოიცავს სიუჟეტის სეგმენტს, დიალოგს, მოქმედების სრულობას, მოძრაობის ფაზების ელემენტებს, მოძრაობა მაყურებელს ეკრანზე ერთ ჩარჩოში, ანუ ჩარჩოკაში ჩასმოცვალი და სურათად წარმოუდგება, ამიტომაც ეწოდება წარმოუდგენელი ჩაწერილი მონაკვეთის კადრი. კადრის ძირითადი განსაზღვრული ელემენტია გადაღების ობიექტი, რომელსაც კინოობიექტივი თვალსაჩინო რეალობიდან გამოსვლად ირჩევს. ჩარჩოში აქვს ობიექტის სამყაროს, თვალსაჩინოს მის ყოფიერებას გარემოში, მის გადაადგილებას, თვისობრივ დეტალებს, სხვა ობიექტებთან ურთიერთმემართებების მნიშვნელობას ანიჭებს გამოხატავს. კამერის ჩართვიდან გამოთქმის შეიძლება სრულიად სხვადასხვა ხანძრობის და სხვადასხვა ხასიათის კადრის ტიპი არსებობდეს. მოკლედ დაახლოებით 1-2 წამიდან კადრები ხასიათდებიან სწრაფი დინამიკით, კაფიო აღნიშნით, ხშირად გამოიყენება სხვადასხვაგვარი ხანძრობის კადრებთან შეხებებაში, მონტაჟურ ფრაზებში კადრის გაზაფხულებთან კადრების ერთმანეთზე გადასაქმნელად, ხასიათის მოლოდნეობის მნიშვნელობის მისამჯერებლად. მაგალითად, ნიშნავს თუ არა რამის თავისუფლად სიუჟეტურად მნიშვნელობის არ მქონე. და თითქოს კადრში შემოხვედრილი მოხვედრილი ერთმანეთისგან დაშორებული სხვადასხვა კადრებში წარმოდგენილად გამოჩენილი ობიექტი, მოქმედში და გადასახადები, ბაშინის გამოსახულება ჟან-პიერ ბლანის ფილმში შინაგერაში, რომელშიც ყოველდღურად აღწერილი ზღვის სეზონზე ხალხი გადაწყვეტილი სანაპიროს სარტყელში მოქმედებული დამსვენებლების გარშემოშვა და ყოფის სცენები. ფილმის ერთ-ერთ საწყის ეპიზოდში მზნებიანი სასულიერო მოსამსახურე გოგონა ხრაშობით ყვიჩავს ვარს და თავის სამსახურებრივ საყვარელ ადმინისტრატორ სექსუალურ თამაში იწვევს. მაგრამ ხალხი გადარჩენილ ფონდის ნამდვილად მეხუთე ყარში განმარტოება ყოველთვის ძნელია, რთულია, ახალგაზრდა თავისას იწვევს. ვინც მონევრი ბარში აქვს და მოსამსახურე მოქმედი ბარში იქვე ადმინისტრატორის დახსნას მიადგებს. ამ ბარში მაყურებელი შემდეგ ფილმში კვირის შემდგომ დღეების მოვლენების სრულობისას თითქოს გადაშობის რამდენჯერმე ისევ იხილავს უკვე დამჭკნარს, შემდგომ კიდევ უფრო დამჭკნარს და ფილმის პერსონაჟებისგან სამუდამოდ მივიწყებს. ამ ბარში კადრში ყოველ გამოჩენაზე მაყურებლის რეაქციას იწვევს ფაქტი, რომ თვალსაჩინო არხებზე წარმოდგენილი ეს ისტორიული ნატურმორტი რამდენიმე დღის და კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში საზღვრავს მნიშვნელოვანი დეკორაციას შეება. მოქმედი ვარშავის შტამბეშავი კოლუმბური სცენის კინოფილმის წყალობით მაყურებელი ცნობს იმ ერთადერთ ვარშს, ახსენებს მის ისტორიას, რაც ისე და ისე ყოველჯერზე დანახვისას ამხიარებს. იმას, რასაც მაყურებელი ეკრანის შეხედავს სადიმკვირვება, საიდან უყურებს ობიექტს, დამოკიდებულია კამერის ადგილსა და პოზიციაზე. კადრებში ამ განსხვავებული გაშლების ამოსაცნობად რეჟისორი ირჩევს არამხოლოდ მოქმედში ვარშვის, არამედ ერთსადენი მომხედვის წერტილს. მცირე მარტივად ამოსაცნობი ფონდი. კადრის ცენტრში ახლოს საერთო ხელზეთის მუზედაპირზე ერთი ზონის შემდგომ კადრებში ჭრომისა და თანხმთან შემცირებული და რეალურ ობიექტს, თუმცა რადგან ვარშვის ახლო ხელზე თუნდაც მხოლოდ თავდაპირველ სურათთან მიმსახურებული მაგნიტის ზედაპირია ორმავი განსხვავებით. ფინალობაში ზოგად ფრაგმენტად გამოიყურება და ამოუცნობია იგივე მაგნიტია თუ არა. შეიძლება ისეთი ეჭვიც დაიბადოს, რომ ისინი მოსამსახურის მიერ სხვადასხვა დროს მსგავსავ სიტუაციებში დარღვევებული სხვადასხვა მასშტაბებია. კიდევ უფრო სასაცილო რომანა. ეკრანზე ობიექტის იერსახის შვილება დეფორმაცია ჩვეულებრივ მინიშნებაზე ხალხასმა.
თუნდაც ასეთ გარემოში გატარებულ დროს ათვლის აღნიშნა და თორემ სხვადასხვა ერაზე მოკლე აფუქებები სრულად ნიშნება ჩასული ეს ვარსვების დეფორმაცია კადრებს აზროვნებად აკავშირებს სიუჟეტთან და საფრთხედ გვეხატავს ფილმის კომიკურ ატმოსფეროს. ზოგადად კადრების ერთმანეთთან დამოკიდებულის პრინციპი ითვალისწინებს ვიზუალური თხოვნის უწყებობის მოთხოვნას. იმ თვალსაზრისით, რომ სამონტაჟო კადრებს შორის გადასვლები მაღლობისთვის შეუმჩნევლად კონკრეტულ ფონზე გადასვლით უნდა მოხდეს, რათა კამერა შეუმჩნევლად გადაკვეთის ერთი წერტილიდან მეორეზე. თუმცა როგორც უკვე ვთქვით, არსებობს მონტაჟის ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც მაღლობის ყურადღებას სპეციალურად მიმართავენ სწორედ კადრის ძირითად ვიზუალურ ელემენტებზე. მაგრამ კადრის კომპოზიციის არსით თამაშია, რომ გადაწყვეტილება მისაღები შეიძლება შეფასდეს მხოლოდ გადაღების საერთო მიზნით. იმიტომ რაც განაპირობებს კადრის აღდგენას, პერსპექტივებსა და კონკრეტულ ელემენტების დაფასებების არჩევას. საშუალო ხანგრძლივობის კადრებს შორის სასწაული მოვლე და სწრაფი კადრი ხშირად გამოიყენება რამე მნიშვნელოვანი დეტალის გამოსაკვეთად. მაგალითად, ანდრეი ტარკოვსკის სოლარიში არის ეპიზოდი, როდესაც სოლარიშის კვლევის კოსმოსურ სადგურზე ახლად ჩასულ პერისკეულის უცნაური არეულობა ხდება, ისეთი რაც შეუძლია არ უნდა ხდებოდეს და რაც მილის არსებულ მაყურებლის შეფიქრიანებას იწვევს. თითქოს უპატმოს მიტოვებულ სადგურზე ძირის მიანის კოსმოსის სერიოზული კვლევას დოქტორ სნაუს, რომელიც გახდება რაღაც აჩხარებულ სათამაშო ტექნოლოგიაში საბავშვო იამანის ლედი და კოსმოსური სადგურის თუ აპარატებსა და ხელსაწყოებზე დაბმული პატარა ჰამაკის წევრი. მოვლენები მოსვლის თავზე წარმოგვიდგენთ შეწყვილების ნაუდი რაღაცის დაფარვას ცდილობს და ოთახიდან შემოსრებული გასტუმრება ჩქარობს. თუმცა არც მიკრობამდე ეს უცებ ჰამაკში ვიღაცას თუ რაღაცას ანუ დიალოგისთვის შეუძლებას მოყავს თვალს. ტარკოვსკის ნამოთან დიალოგისა და კადრის კადრის წელზემო საერთოდ გადაიღო. კადრის ბოლო წამს კი კრისის სახეზე მიახლოებული სტაფის უნიერი შეუძლებელი დიალოგამდე კრისის რეაქციის საჩვენებაა. აღნიშნულ კადრთან კი შეაჭრება ის, რაც კრისმა საპირისპირო მხარეს დაინახა. ამაში წვლილი არის ყური, რომელიც მოკლე წარმოელი კადრი მთელ ეკრანზე ყურის ექსტრემალურად გადიდებული დეტალური ხედვით წარმოადგინა. შთავისმწებარი იქნება თითქოს ობიექტივის ზომით კრისის დაზარალების სახიდან პედაგოგიკის გამოსახულებაზე მის მომზადებაში დაფარდება. ასეთი კატასტროფულად გადიდებული თავისთვის უწინააღმდეგი დეტალის წამიერად ქართულიდან გამოტანა მაღლობაში მოულოდნელი შრის დააჭერავს. ისიც უეცარკუნა მაღალი ნაჭრომი რომ უკეთავს ხანდახან გადადგენას. მოკლე კადრები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მონტაჟის ბუმის დროს. როდესაც საბჭოთა ჟურნალისტებმა მონტაჟის მთელი მეცნიერება ჩამოაყალიბეს. აქ განსაკუთრებით მიწვედის ეტიოლოგიის მიუძღვის. მათ მონტაჟის საკონტექსტში სისტემატურად ჩამოაყალიბა მონტაჟის ტიპები, განსაკუთრებით სემანტიკური და კინეტიკური თვალსაზრისით. სემანტიკურ კატეგორიებს მიაკუთვნა მონტაჟის მოვლენების განვითარების პარალელურად პრიმიტიული ინფორმაციული მონტაჟი, მონტაჟი, რამდენიმე მოქმედების მიმდინარეობის პარალელური მონტაჟი, მონტაჟის შეგრძნებისა და მნიშვნელობის პარალელურად ფიგურული მონტაჟი და მონტაჟი იდეების პარალელურად მონტაჟი, რომელიც კონცეფციის აღებას ახდენს. კინეტიკურ კატეგორიებში შესული ნეირონული, რიტმული, ტონალური, ობიექტური, ინტელექტუალური, თუმცა ახალი ფიზიკა ობიექტურების შემოქმედებისაკენ განვითარების ფაზას ასრულებს. ამ მრავალ საინტერესო თემას ეინშტეინის ტიპის სტუდენტების სახელმძღვანელოდ აფეთქდა და რა თქმა უნდა საკუთარ ფილმებში ახორციელებდა. 1985 წელს დადებულ ჟანრში კონტენტის რომელშიც სახეა ვირტუალურად განხორციელებული კინომონტაჟის სიდიდრისთვის
არის ერთ-ერთი ცნობილი მონტაჟერი ფილმი, შემოგვიყვეს სამილოვის კულტურის მოკლე კინემატოგრაფიული კადრებისგან. იგი კამერის შუქი უძრაობის პირობებში ანიმირებს filmes გამოვიდებას ამოწმებას და რომელიც მეზღვაურების აჯანყების სიუჟეტში ჩამოსწავლენ მოშინაურების მეტაფორად ამიღვება. აქ იგი შემოგვიყვეს თვალსაზრისი წარმოადგენს დეკორატივის დემონსტრირებას, რომელიც კადრების შეთანხმებისას ატარებს ინტელექტუალურ სწავლებას. ახდენს პროცესის აღებას, იყენებს სიმბოლოებით და კულტურული დაწვრთნილ გამოსავალს. მეორე მხრივ ეთიკური მონტაჟის პრინციპის თანახმად კადრების მას აკვირდის ანუ ეთიკური მონტაჟის იდეით, რომელიც ეფუძნება კადრების ძლიობას. ცნობილია, რომ ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის ელისოს კულმინაციური კადრი ჩეკვეს სცენაზეა აგებული. ჩეკვა მოითხოვს მე მქონდა ესეთი რა ქვია გუნდები, მაგრამ ამ ის დრო არ არის. რომ YouTube-ში და შეიძლება ნახვა ნაწილების. მაგ მუზეა შეგიძლიათ ამას ინტერნეტი არის. კი როგორ რა ლექციები და ფოტონიკა ისე შეგიძლიათ ისე სწრაფად არა, პირიქით როგორ უფრო სწრაფად კითხულობთ. ისე შეგიძლიათ თქვა თუ დავუშვათ რომ ის მომენტი გაწუხებთ, თუ არა ლინკზე ნახეთ და მიჩვენი კულმინაციური კადრი ჩეკვის სცენაზე არის. ჩეკვა მოწყვეტს რითმს მუსიკაზე. მუსიკაში მუსიკის გადმოცემა და ნაჟაგური ემოციური ატმოსფეროს შექმნა შეუძლებელი არა იობიც არ არის. ჩეკვის დინამიკის შესაქმნელად რეჟისორმა გადაწყვეტა სცენარული კადრებით, ლეგურის რითმსა და სტამპებზე დამონტაჟება. გადაღებული ფილმის მასალის მონტაჟისას დროზე დაკვირვეთ რითმის და ტემპს თავად ნიკოლოზ შენგელაია დროზე უკრავდა, მაგრამ შენგელაია ხოლო მონტაჟი ვასილ ბოლეკოვის ამ გაცხარებულ რითმში ნაკრების სწრაფად ჭრიდა. კირილოსოვი პარტაიაკაშვილი აღნიშნავდა. კოლონის ექსტაში მყოფი მხიარულების სპექტაკლში გადადიან. გადამკვანი ცეკვოვანი ცეკვა ეს არის რევიზიონის სისტემით გამოიქცა სულიერი დაჩენიდან ამაღლებამდე. ბერძნებიდან დაშლილი შექმნებია და შექმნა ნაცნობო მელოდიამ და საცეკვაო ილეთებმა. კოლონიდან გამოსვლისათვის შეიძლება უწოდოთ ცეკვით გადარჩენა. ამ ეპიზოდში ცეკვა დიагნოზის იქცა ერთგვარი ეთნიკურ დომინანტად, რომელიც შედარების დასაწყისი. დომინანტატურის გამოიხო მაფიოზული ენერგია და ამჟამად ექსპერიმენტულ სიტუაციაში მყოფი ხალხი. თუმცა სწრაფი და თანაბარი მოკლე კადრების მონტაჟი, რომელიც 1920 წლის კინოსტუდიის კინომა დაყალიბდა, თანამედროვე კინომოქმედებისთვის არც ისე მნიშვნელოვანია. დღევანდელი კინოსტილი პასტება რთულად გადასავლები. ბიჭები პლანები, სამწუხაროდ კადრები დაწყვეტილი უცხოელი კადრები, რომელიც ფილმის სიუჟეტში ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, ერთ-ერთ მოვლენასთან ვითარებას წარმოადგენენ. ხანგრძლივი კადრი არის კადრი, რომელიც გადაღებულია ისეთ კადრებით, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ფილმის, ასევე ზოგადად კინოს სტანდარტული მონტაჟის ხანგრძლივობას. ასეთი კადრები შეიძლება იყოს სხვადასხვა შემადგენლობის, ერთმანეთის მიკროლოგით გადაღებული მრავალპლანოვანი კადრი, გააჩენილი ურთიერთდაკავშირების სცენებისაგან, მოქმედებათა უწყვეტი რიგისგან, საერთო გარემოებათა და სივრცით დაკავშირებული რამდენიმე ადგილისგან, სადაც სცენის მოქმედების ადგილები სრული იცვლება. მსახიობები მოქმედებენ, გადაადგილდებიან კადრებსა და ობიექტის მოძრაობას, გაშორებას და ცვლის ფოკუსს. გადადის ერთი ხედიდან მეორეზე, მესამეზე. ანუ ასეთი ელემენტი იწვევს უწყვეტი გადაღებისას კადრის სხვადასხვა მოძრაობას, პანორამირები, ტრენინგი, ზუმირები. ასეთი კადრი ჩვეულებრივ რამდენიმე ათეული წამიდან ამწუხარებულ დროს უნდააც მოიცავს. კინოაპარატის კოჭაზე დაკავებული 300 მეტრი ფილმის შესაძლებლად. მოდერნისტი ნიკოლოზ შენგელაიას მიერ 1980 წელს გადაღებული ციფრები მთლიანი დაუჯერებელი ამბავი არ ატარებს მამის ინტერესს მოკლე და სწრაფი დინამიკის ფორმების მონტაჟის სტილისადმი. ფილმი იწყება ეგრეთ წოდებული
უწყლები კადრით, ჯერ კიდევ ტიტრებიდან გამკვლელი ნაწყვეტი მარტივი ვალსითა და მშვიდია უჩქარებელი პანორამით ვიზაციის შენობიდან, საიდანაც აიღო ხედი უწყლეტად და დუნეთ გაიოვის თბილისის ძვებურნის სარკმლიდან დანახულ ვიწრო ქუჩას. საჭითაური მეუღლება ძველი შენობებისა და საფლავის რიგს აფროქებზე იცვლის და ნებულა აუჩქარებად გადადის ოთახის შემდგომ სარკმელში, საიდანაც ამჯერად საერთო ხედით ასეთი შენობების უჩქრები და საფლავები გამოჩნდება. მის შემდეგ სოფელში პერსპექტივაში ასეთი შენობებით ასეთი სივრცეა გადაშლილი. შემდეგ ისევ სარკმლიდან საერთო ხედით ნელისმით ასეთი ქუჩის კუთხეს მიადგება. კამერის მოძრაობასთან ერთად გაიშვება ნელ-ნელა მიმავალი მანქანებით გადასებული ვიწრო ქუჩა. მომისვლში აუჩქარებლად ვიზუალიზება ტრამვაი. შემდეგ კამერა ისევ ცვლის ფოკუსს აფროქლების გაივის სარკმლის კიდემდე, სადაც მარჯვნიდან ესე პირიქით მიდის, ესე იგი დინამიკურად მარჯვნიდან მარცხნივ კომპოზიციურ თვალისთვის პირიქით და წინამორბედული მარჯვნების დაპყრობები მიმავალ პანორამას პირდაპირ საქმეში ამოსული ბაზი ფარავს და გია პანჯერის ცურვარი ვასთან ერთად პანორამა პარკში უწევს კერძოს უცხოს. ეს ორწუთიანი ექსპოზიცია მართლა მუსიკის ფილმსა და თემსახურია ისევე გოთნიკოვის მენდელაის მისნებარი კულტურის მიტარში, მაგრამ ამჯერად სრულიად საპირისპირო. სხვაგვარი კომპოზიციური მიზნებით. მამისგან გასწავლული უწყვეტი თანმიმდევრული გამოსახულებითა და კინოობიექტის ნალად შესამჩნევი დინამიკური თვალყარი. კინოფილმის მუშაობი კინოაპარატებთან შედარებით თანამედროვე ციფრული აპარატებით აწურზე დაჩინებით მეტყავს, როცა მეტი დროთა შეიძლება გადაღება. შესაბამისად, უკვე თავდაპირველია კადრით გადაღებული ფილმებიც არსებობს, თუმცა ასეთი გადაღება უფრო ექსპერიმენტული ხასიათისაა, შეიძლება თვითმიზნებიც კი. ციტატა. აბსოლუტურად ინდივიდუალური საქმიანობა ამგვარად ახასიათებს ფրանსუელ პროპორცთან თავისუფლად ინტერვიუში აღწერს ჰიჩკოკი თავში თურქის შექმნის როგორც ერთადერთი კადრის ილუზიის ფორმის ცდელობას. ჰიჩკოკი ასევე ამბობდა, ეს იდეა აბსურდული იყო, იმიტომ რომ ნიშნული და საკუთარი მონტაჟის თეორია გამოიყენა და სრულობაში მისი სარგებლიანობა მიიღება. ასე იყო თურქის სახელმწიფოა თავისი ხანგრძლივი კადრები. ასევე ამ კადრების შემჩნეველი ოსტატური მონტაჟი. ფილმის მოქმედება შეუძლებლად მიედინება ისე სულ მოუწოდნელად, რომ ხშირად შეცდომით ტექნიკურ კადრადაც აღიქვამენ. ჰიჩკოკის ასეთი კონცეფცია იდეალური იყო პატრიკ ჰამილტონის პიესისთვის, რომლის მიხედვით მაშინ ძაფის სიუჟეტის დინამიკის განსაკუთრებულ პირობას ადგილის დროისა და მოქმედების ერთიანობა აწესებდა. ეკრანზე ამ დამზადების პლანობის საპასუხოდ ჰიჩკოკმა უწყვეტი რეალური ილუზიის შექმნა დაისახა მისგან. მოქმედება რეალურ დროში, თუკის გადაღება დასაწყისის მცირე ეპიზოდის გარდა მთლიანად ერთ გადასახად მოედანზე მიმდინარეობდა. დაწყებებით გეგმას ექვემდებარებოდა მსახიობების თამაში და კამერის მოძრაობა. 1950 წელს, როდესაც თურქი გადაიღეს, ციფრული ტექნოლოგიების ხალი არ არსებობდა და ვერც ოთხმოცდაათიანი ფილმი გადაიღებოდა უწყვეტად. თუმცა ილუზიის შექმნას და გამოყენებას უწინააღმდეგა ინფორმაციის ჰიჩკოკის მსგავსი ოსტატისთვის. ამგვარად, ფილმი აპარატის მოგონში დაჭერილი ფიქრიანი ნაწილებით იქნა გადაღებული. აწურჩია უწყვეტ კადრება. ნაწილებს შორის მემკვიდრე გადასვლით შეიძლება. ჰიჩკოკის ჩანაფიქრი ფილმის თერთმეტიანი ნაწილიდან შუბლის შეუმჩნევლად იყო გადაღებული, მხოლოდ 20 ხანძრო კადრებს გამოიყენებოდა. ამ ოთხს შორის შეუმეცნავი მებით ის არის წარმოდგენილი გრაფიკი და ეს ნაწყვეტები ნაწყვეტებში და იმაში ეს ჩიპირებულია და არ არის გრაფიკიდან ჩანს, რომ აპარატში ფილმის შესრულსაც აუცილებელია პაუზის ფილმის შესრულსაც აუცილებელი პაუზის შესანებად ჰიჩკოკი კამერას პერსონაჟის ზურგზე აფიქსირებდა, იქამდე ვიდრე ამ ზურგს უკან სცენა არ აღდგებოდა.
ასევე საინტერესოა გადასახადის მონაძრეზე დაყენებული კედლების დეკორაცია, რომელიც ვერსებზე მოძრაობდა და კამერას სახელობის შეუერთებლად გადაღების საშუალებას აძლევდა. ციტატა: ჟურნალ ლუკისის სტადიაში ნარკომიებმა ჰიჩკოკმა კამერა სპეციალურად დამზადებულ ეტაპზე დაამონტაჟა, რათა გადასაღებ მოედანზე ყველა ნაწილზე ჭრდომო იზრუნველიყო. ეტლის გამოგონებელი მორის როზენი, რომელმაც გადასაღებ მოედანზე შექმნა კონსტრუქცია, ოსკარზე იყო წარდგენილი. ის გადასაღებ მოედანზე თანჯისმა მანჩიკორამას გამოსახული იყო ნიუ-იორკის ჰორიზონტის ტიპის 35 მმ მინიატურული რეპლიკა, რომელიც სამხედრო და ურაში ნომის ნაკლებად ციტატის გასასწორი. ხამხნიკავი გადაღების სიკვდილისა და ოსტატობის ხარისხიდან გამომდინარე სეფრების მნიშვნელოვანი პროფესიით ერთგულად რჩება, მაგრამ მასში განსაკუთრებით კარგად ჩანს კინოს უნიკალობა, კავშირი მოძრაობის სილამაზიდან მნიშვნელობა. ხამხნიკავის გადაღებას კინემატოგრაფისტები უკვე 1903 წლიდან შეიცავდნენ. ორ ნაწილია ერთი წუთი და 20 წამი, მეორე ერთი წუთი და 40 წამი. Trianovashi სამწუთი და 3.5 წუთიანი დოკუმენტური ფილმში ჯორჯტაუნის მარკოში. რომელია გუდიში? ჯორჯტაუნის მარკოში თუ ჯორჯტაუნის მოსახლე თუ რაღაც ესეთია. ესე იგი ეს ავტორი უცნობია, რომელიც სტუდია გარემოში უცნობი ოპერატორის მიერა გადაღებული. ჯორჯტაუნი ვერცხლის მაღაროების კოლორადოსებში 2500 მეტრის სიმაღლეზე გაშენებული ქალაქია. ფილმში იზის პატარა მაგალითის სამზარო ვაგონების სავარაუდო ღია სამარგო ვაგონზე დადგმული კამერა კიდეც მაგალითის ხეობაში დახურ გზას. ფილმში გაშენილი სივრცის ვალუქებოვან პანორამას. ტალე განსაკუთრებით ეკუთვნია მსახურების გადაღებისას, როდესაც კამერა ჯერ პირდაპირ გზას უყურებს წყობარი და ოთხი პატარა ვაგონი რიგრიგობის ფორმისიდან გვერდზე უყურს. და მასთან ერთად ეკრანზე ახალ კედლებს წარმოქმნის. თუ შეიძლება ეს საიტები რომ ნაჩვენები, ის სლაიდი ნაჩვენებს რა. წინა სლაიდი. უკაცრავ. ეს სლაიდი ის რით გადადით? ის რით გადადით? ესა? არა, მაგის წინა. ესა? კიდე. არა, უკან პირიქით მიდიხარ. კიდე. აი. ეს არა. არა. ეს არა ჯორჯტაუნის. უკაცრავ. Vassaneta ეკრანზე ახალ კედლებს წარმოქმნის. მგზავრები ვაგონების სარკმლებიდან გამოყოფილი ხელები თეთრ-ფერში პირულად უხსნიან ძიდან ქვემოთ გადასვლილი ქალაქის სახურავებში. ეს სივრცე პატარა მაგალითის მიხური მოძრაობა მთებში ბოჟობის სხეულის უსაფრთხოების უხუცეს მოგონებს. შაბლისა და ცენტრის გარდაქმნილი ფერის სპეცი ვაგონებისა და სარკმლებისა და ღია ვაგონების საერთაშორისო გადაგებულ მგზავრებს. რომელიც ხელისხმიან ესაბამებიან ამას. ამით მოსწავლეა მოგონებებზე თუ ამ პატარა მაგალითის მზოლობაში თავისთავად ატარებს აღტაცების ემოციას, მithumetes აუჩქარებად შინაშინი მიმოუყურებასთან შედარებით მუზიკინოს აჩქარებული ჭანჭი თემატიკის აღმართებში მაგალითი მზოლობა საკმარისი დამახევრებელია ამერიკის წესის ატრაქციონის მსგავსად. ფილმების მონტაჟური ტრიალოგში ჩართული ხანგრძლივი კადრები სისხლის მასშტაბური წარმოდგენით მოქმედების სისხლთა და ემოციური ზემოქმედებით განსაკუთრებულ თავისუფლებას ახდენენ მაყურებელს და ამ ტექნიკას კინოს განვითარების ყველა ეტაპზე თავისუფლებას ჩიკუს ყველა ოსტატი მიმართავდა, რაც მუდმივად თვითონიდან ეს ემოციიდან გაგრძელებული მსუბუქად მიხეილ კალატოზიშვილი
Bulgaria, Transportati, Stemi Publici, Altmanit, Andrei Darkovich, Kudin, Arantoninas, Vatamir. Similarly, Sansu, Artanet, Adasu, Damu, Sherubi, Technica, Master Father, Shekhina, Zeukan, Salki, and Tuba, Father for Seven, Swagazovich. Every totally pedagogy, at Argueva, Ramin, Nativas. Hansen, Kadri, Kadari, Bashir, Armuba, every total, the family, every total, milking machine. Only some ship project, Zogan, and Nima, she was a Dore, Lamitarabi. Provis de la Commission Ticket, Provis Arsabovitas. Arasabovitas. Reflexul transferului analizei, transferului atunci dialogul channel, controlul și jobul absenției. Registrul asigurărilor camurile neutral de lucruri. Camera de la capul soldat și conversații realul și transformări. Mediul planului și gimnasia tahasetul este că cadavărul primat. Este cartajul care nu siçkaris cultura. Și çoluk inematografiyle çalışıyor molodinda. Și sanalda tutulmuş üretmiş. Bu çalışmalarda mesela uzun işine biçarmışsa, siçarmışsan antarısı buluyoruz. Bunun çarşı karşılıklıya masal duyguda karşı istiyormuş. Çocuğu çavurmadır. Anlamını yapmış, dammış, şu gibi olmaz. Hamşirliği kadar düşüneceğiz, artık bir şey yapmışken. Bunu bir süre tanışmadı burada anlatıyoruz. Namı sonra derse burada strateji naladık. Nedik inologot istiyorlar. Ne istiyorlar ki o saçları bir tanışıp istiyor başı tanımıyor. Kültürü batı yapmışlar. Adlı bir şeyde şu anda siçkarın mutlu bir ciddi strateji açılar. Sena faktorluyor dağlar sena. Kalbur naklediyor bir gamsaklığı. Arabaya da tutuyor. Kompozisyonu saçıyorlar. Takat oluyor. Çıkartmışlar. Neliklerin anlamından silmez. Nasıl tanımlıyoruz? Filmimiz tarihte var. Missilmez. Misunlar. Amerika'da bulunduğumuzda gamsaklığı evde kadar da vermek kardeşler. Çarmıhtes misli olmaz. Misemuçlar misunlar gamsaklığı var. Milking was a bastante muito largo o cursos abas que nós estamos Alexandre Jacob Gasol Service Carlos Liga das Bibliotecas para matar os estudantes que nos ajudou a provar a nossa publicidade Alexandre Jacob tinha chegado e provou os comuns uniforme Capul prezentanța de științe bună musumia atmosferă sau de roși și regime. Este spolmitada de daluri. Dar toate mișurile nici obiecte, români artistice și muzeu. Satul străinăți transport, români muzeu, să am zis natură. Nici nu s-a stare în care s-a dezvoltat și tot s-a cum s-a nici nu succes. Anul obiectiv muzeu, muzeu stava gamsaklığı sahnesindeki perspektiva, obiectiv yapıp sahisi, gamsaklığı maştabı çarşıstan markebaşı, asıl gadabepis utkhelakos isteva, araulu gadabepisi de gadabepis çalıştığım kamunis muzeu, anzumiyeli. Obiektivis fokuslu nacimis, Çağrıgadobi, kadris kompozitsiyas xasiets განაპირობებს ასევე გამოსახულების სხვადასხვა შეხედვით განწყობილება. მაგალითად, გამოსახულებისა და მოანილის სიმკვეთის ხარისხი, მის ტემპი ყოფითიანი მშრომელი, დიალექტიკური ან არადიალექტიკური მუსიკალური დაბრუნება, მოქმედების ტემპი, რიტმი, რა თქმა უნდა, დიალოგი მოქმედება, სცენა, მომსხვილება, სხვა ხასდება კინოკადრების ჩარჩოში უწყვეტად ამის ჩართვიდან გამოწვევდა და კავშირში წინაშე ასეთი კადრობა დაყრდნილ მოქმედებებთან სცენებთან მაშინ წარმოქმნილი ისტორიასთან თემთან კადრი როგორც ჩარჩოს მოზრაობრივი გამოსახულების საზღვარია ფილმის სხვადასხვა სამყაროში შესასვლელი კარი რომელმიანაც ჩვენი ფიზიკური რეალობიდან შთამბეჭდილებისა და ატმოსფერული რეალობაში გადადის Nisar, şu an karmış adam, patron yarışma süreçleri.
მიყურა მიშინას დეტალებს, რომელიც ახსნა და დასრულდა გარკვეულ თვალსაზრისის თავაზობს. ამ ჩარჩოში მოქცეულ რეალობასა და შესაძლოა მის მიღმა არცებო ნამდვილ საკვალოსეს. ნაკურები გარესამყაროს სრული მისი აღდგამს, როგორც ობიექტურად აღმოცენებული, მაგრამ ტიპიკად არ მეუქნება იმ რეალობას, რომელსაც აღმოჩნდა. ის ამ რეალობის მნიშვნელობაა, შინაარსი, ან შესაძლოა მეტაფორულად განსხვავებული მნიშვნელობასთან შინაარსსაც გადააკეთდეს. ამგვარად გადაღებული რეალობა იქნება არაჩვენს წინაშე უშუალოდ არსებული შინაარსის სასახმელად, არამედ მისი შინაარსის, სხვა სიმბოლური შინაარსის ამოსაჩნობად, დასალმებლად, წარმოგვიდგება რეალობის ციტატებში, ნიშნულებში, ჩამხატებში. ნულად ტურინის ცხენი იწყება ეპიგრაფით. ტურინში ხიდიხნიჩე შეესრულებს სასტიკ ქცევას, რომელიც გადიუდებულ ცხენს მათრახით სცემს. ნიჩე ატირდა და ცხენს მოეყია. მას შემდეგ 11 წლის განმავლობაში ფილოსოფას აღარ ამოეყია. ხოლო სიცოცხლის ბოლოს უკანასკნელად წარმოთქვა. დედა მე სული ვარ. ეპიგრაფი სრულდება სიტყვებით. რა დაემართა ცხენს არ ვიცი. ეს გამოსახული ეპიგრაფი ნიჩეს ავტობუსისა და სიკვდილის წინამორბედი ბოდვა შინაარსი მაგალითად ის შემდგომ დაწყობას სისასტიკეს და მომავალობას სასწაულთა შემოყრობას მიჰინის თერიკი აიდის ფილმი იწყება ამ ისტორიის თავის სიმბოლოს გამოსახულებით უბედური ცხენის აფრიკები ქარიტანი გადაღების კურსით მოდელზე დამახინჯებული და შემდეგ ფართო ფოკუსიანული ექიმის გადაღებული ცხენის უკანა კლასზე სკოლაზე მნიშვნელოვანი პრინციპული მეტრის პატარა გამოსახულება კაცში გზავრები იერმის სადებიუტო ქარიანი მომდუბაში უკაცრიელი გზობზარი ისინი მაყურებელში სწორედ ტურინის ინციდენტის პერსონაჟებში იგივდებიან გათოშული ცხენი გაჭირვებით მიაჩნევს მძიმე უთხრობას გარშემო характერი შუას არ ახარებს ხოლოს ჩამოწოლილი მოუსული ტურისტებიცაა და მის ფონზე ხეების შავმიწოვრილი ქარისგან არეული ჭოჭების შეკვლა შემოხვა ცხენის გამოსახულებასთან ერთად კაცი ცდება მუსიკაც ანჯუცაზე მარჯვე ერთმანეთის მკურნალობის სამ დამოუკიდებელი ბეჭდვამოხატული თანაბარი ექიმები მეტრი დაყოფილი ერთადერთი მონოტონურად განმარტებული მოტივი ნელი მძიმე გულში თითქოს გამოძმებით რიტმულ მატერიალებს ჭვით დამძიმებული ოთხალას ფორმულების ჭირი არის თავის სიზმრით ტოტების ტლაშულის და გამჟღავნებას კარგი თითქმის 20 წუთს ნახევარი გრძელდება. ეს ერთ-ერთი გრძელი კადრია, სულ ჯერ კადრად დაყოლებული. 2 საათი ნახევარზე მეტი ხანმოკლების კურსი. თითოეულ კადრში იგივე მძიმე და მონოტონური რუკი ატმოსფერო კიდევ უფრო გაწყვეტილი ქარიშუზი და იგი მუსიკალური დისონანსები დაჟებული სამყაროში დაკარგული ორი პერსონაჟის მამაშვილის მარტივი განმავლობარი ყოფილება. Mama paralizებული მარჯვენის გამო თვალს მარცხენა ხევის მარჩას. ფიზიკისას ცხენის თავში აბინავებს. კაცური ცხენს ჩავას უყრის. მუშაობები კაცი მჭიდან ვედროებით თავს ძიდას და ბავშვად ორი კარგოფილს ხარშავს. ვაშნობი სამყოს ლამპას ამჭერს. იმავე მამას ჩათმასა და გარდაში იღმარება. ეს არის სულ ფილმის ნაბოლისმიერი თუ ჩამორიცხში რაღაც იბოლა. ეს სრულდება უკვე სამშობლის მოსვლის შემდეგ ნორი დილიდან იბოლა. ფილმის დასაწყისი ეს ცხენის ბოლო გზა. ცხენი აღარ გადის თავიდან, შემდეგ ჩარჩება. კარტოფილი ჯერისად ვახშობი, მაგრამ მალე ეს რიტუალი იბოლა. კარტოფილის წავისენები ფილმში ვინსენტ ვან გოგის კარტოფილის ჩამოყალიბების სასუქში ერთ-ერთ აღდგას. ეს ადამიანები, რომლებიც თავის პატარა ვაჟიშვილს კარტოფილს მიიწვნენ, თავად დამუშავებენ მიწას და იმხელებით შემოშობლებს აწყობენ. ეს ფიზიკურ შრომაზე მოწყობილებს წარმატებულს ხალხს. კარტოფილის ჭაობებისა და
პერსონაჟების პოზები, ფიქრებისა და მაგიდასთან ჯდომარები ზუგები და თექშექების ხარული დახილი გამები ჩექმერები დაშორების საერთო ხედებით მაგიდის თავზე ეწოდა იმავე სიმაღლეზე დაკიდებული ერთნაირი ვამპირთა და ერთნაირად მშუტავი სინათლეები მსგავსად ჩამონებული იყო თავის უშუალოდ. სწორედაც ფილმის პერსონაჟები სწორედ ვარდობის გაცოცხლებული პერსონაჟები არიან თითქმის ყოველდღიურობა კარტოფილი, რომელსაც მძიმე ფიზიკური შრომით მოყოლებენ. თუმცა ნახატში ეს ერთი რეალობა, ხოლო ფილმის რეალობა თანდათან იცვლება და სხვა რეალობად გადაიქმნება. ფილმის დასაწყისში ისედაც მუქი წყვილისფერი განათება შემდგომ ნელა შემჩნევლად მიდგება. მეექვსე დღეს ნავთით სასულამას წესი აღარ ეკიდება. სწორედ იმ ნავთის ლაპას ასე უნდას კარტოფილის გამელების ლაპას. ფილმის დაწყებიდან მოსახლეობის ფულზე კაცში სინათლე ქრება. აქედან ფილმის ბოლომდე მთელი 10 წუთის განმავლობაში ფილმის თხრობა სიბნელეში ვითარდება. მაყურებელი ეჭვს ეს არ არის დაღამდა, რომ სრულებით თებება ხოლმე. ფინალურ კაცში სინათლე აღარ არის და აღარც იქნება. ეს აპოკალიფსის სიმბოლოა. ნაკლები, რომელიც გნევში ანაჭებს, ნებმა მოიცვა. თუმცა მაყურებელი რომელმაც კინოთეატრის სიმღერის ტიპის თვალში ეწვია, ინერცი ცდილობს ელექტრონის სიმღერიშიც გაერკვეს და მართლა ცხედავს, როგორც ხედავს ფილმის სიმღერები დაჭრილი გამოძრევა მაგიდასთან არაფრის მოვლენში. თითქოს მობეზრებული კარტოფილიანი თექშები წინ, მაგრამ ეს მხოლოდ მაყურებლის ვარაუდია. ილუზია, რომ აბსოლუტურიაში რამეს დანახვა შესაძლებელია და საერთოდ შესაძლებელია არსებობა. ბელად არის ტურინის ცოლის უკანასკნელი გამოშვება სრულიად შავი ეკრანია. იქ სუპერმარკეტი შავი კვადრატი. ამაჩინებია გარშემო ჩავარეს მშკოლო მონოტორული მუსიკა და ერთი დაიჯერა კაზე გავთავდა ფილმის გამოსახულების გარკვევის შესაბამისად ქრება. ფილმის სამყაროში ჩვენი ხედვისას შესაძლებლობას გვაქვს კამერა და აღშენებულად არანახი, არამედ ის ფილმი იყო, რომ ის მიაღწევს ადამიანის შესაძლებლობას ნაწილობრივი მოხაზულობები, როგორც მოცულობის ცხოველების შავსუცესთან გაერთიანებული ფრაგმენტული ფრაგმენტული ლანდები არამედ წყობიარის უსასრულო სივრცეც, თავში სიგნალის არსი, რომელიც იწვევს მთლიან სამყაროს, ასევე რკინიგზით და მოწმობილობით და სამონელ დროს აბსოლუტურად საერია, სრულიად საერია. ანალოგიურად, როგორც სიგნალი და სიცარიელი ცაფსი შავი კვადრატი. ასევე მამბოლის კარტოფილის წამალები ფილმის წელის კომპოზიციაში ნალექი შავ კვადრატად გადაექნა. რაც არდა პირდაპირ იყოს გადაღება, კინოკადრის პირდაპირობის ხარისხი უშუალოდ ავტორთა ნასტარგები განისაზღვრებოდა კონკრეტული გამოსახული საშუალებებით აღიარება. შემდეგ აღჭურვებული გამოსახული საშუალებებით რედაქტირება, რაც ამბობს წარმოადგენს ჩარჩოში მოქცეული კონკრეტული ფაქტური სამყაროს რეალობაში. როგორ ხდება ფუნქციონალური დიალოგის კავშირის ჩარჩოში მოთავსება? ისე რომ გამოსახულება დამატებითი კონნოტაციების მნიშვნელობითაც აღიარებდეს. ჟან-კლოდის ფილმი 2-3 რამის შესახებ რაც მის შესახებ 2-3 რამის შესახებ ვიცი, ის ქალაქის გარკვევის კორპუსების მიწისქვეშა გადასახლებისა და გზების შენელების მოკლე კადრების რიგით შექმნილი ხდება მაყურებლისათვის ფილმის მთავარი როლის შემსრულების მარინა ლადის წარდგენა. შენობების ხმაურის ფონზე ეკრანის ცენტრალურ ნაწილში აღებულია მსახიობის ახლო ხედი მხრებამდე. აქ ძირითადად კაბელა ხუთთან ერთად კაცსახსოვს კომპოზიციურად ერთიან ჰარმონიაში აწერილი პანოფონზე მთელი დაბლობი ლადისხურების დასრულება. გამოვალი ჰურიზონტის ხაზითა და ფონის ჰაეროვანი თვალის პერსპექტივა. შექმნილი უკანა ლავის შედგენილი ფონი. შეიძლება ითქვას, რომ გოდარი კადრის კომპოზიციურ განმაგებით უნანესოს ასლის ერთიანს არჩევს.
მის პარტიის დარებას ხარისხობს ახალი იდუმანები თანამედროვე უკანასკნელი პერიოდის ოდნავ შეძლებლის სტუმარები. თუმცა თავშეჩები დაასრულებები. ამჟამად ახალგაზრდა მხრიდან კორპორატის მიერ სავარაუდო კორპუსის წარმომადგენელი გადაღებები კარგად აღიქმება შუქეჯზე შიფრში გაფართოებული ასეთი მაღალსაათიანი ერთგვაროვანი კლუბი მაგურ და უსახელოა ჯერჯერობით შეუსახელებელი მოწყობილი ძალიან კორპუსები. თორმეტ და იმიგრაციის პრომოთა მომავლის სიმენის განსახილებელი საფრთხე რომელშიც ვერავინ შედის გასწრო დამკვირვებელი შედეგები შემოგვიყვება სასწრაფო თავმოყრობის განვითარება. Dintre aceste lucruri, practic, perspectivele, ceea ce și damnările de asete, dar nu știu ce mi-a dat să fiți Era pentru ce s-a făcut că am să fiu un fund de câte 6 damnările de arăși babași. Dacă trebuie apă câți de arăși, are câți, apă și de arăși. Adică, propus, dacă aș vrea să fiu și apă și așa, și am făcut așa că să nu eram drăgări, și să nu știu ce dar să și așa ce citata. Eu vă spun că istoria, dar am văzut naturală și școală de la facultate, alții am trăit așa, spara așa, Jamia Mumara, Jamia should be able to Jamia Nakuda. One of the time to the right of the community, Jaya Diabetes, Chinese, with the Christmas. Vision of the Paragraph, is a portrait. Not myself, my chapel, only the application branch got a much cigar. The cast of institution, Cada is appropriate managing master of operations, Chile, and Dumping and Cold. Appropriate got some secret tissue is from two traditional standards, is still not going to the appreciation, appropriate so that head is not in here. Personages of London Garden, which portraits some of the tasks. Შეიძლება ასევე ითქვას, რომ ახლობლებად ტექნიკური თვალსაზრისით არჩეული რაიონის შორის ასეთი სტანდარტი ახლობლებზე იბერძნება. ეს თანხმობის საფუძველი ერთგვარი ინტერვიუა, რომელმაც უნდა აღნიშნოს პიროვნება და მისი დამოკიდებულება იმ სიტყვებისადმი, რომელთაც წარმოთქვამს. გადასცემს მაყურებელს ნათქვამის შინაარსი, სხვა არაფერი. Pentru sistemul operativ care este școlului de la școlii de educație, tunca gândurile și s-a dat școlii ce ar mai să dăm din acest care la cealaltă tehnică mi s-a trece anițeva. Nici că am făcut de zugabilă completul arapis nevoia. Marina la personaje, se întâmplă la ziua și nu la testul să am făcut care să nu caută pe un analiză. I lumea să ცხოვრებისათვის ინტერესებითა და სიცოცხლეთა დასაწყისი. ზოგადად კომუნიკაციის სამართლობის მის შესახებ და არა მართლ კონტაქტის, მის მოქალაქეების ფიქრების წრომისა და პიროვნების ამოცნობის დაშინების სურვილი. ინტერესი რაც მონალიზის პორტრეტის შედეგად იბადება. კადრი წარმოადგენს სახით განათების საფუძველს და შრომის ხარჯს. Amazon მეტყველი თვალების იგნორირება და რუიტელიანი არასექსუალური პოლიტიკური ჯენდრით. დამსახურებასთან ერთად გოდარი დამატებით პიქტურის კატეგორიებს მის მაღლობის ყურადღებას ამახვილებს მის როლის შესრულების ფაქტების პროტამბარ აღწერას. იგი ეს მარინა მლადია, ის მსახიობია, მასწავლებელი რეჟისორია, ტელევიზორული, წარმოშობით რუსიანი, სიტყვით წავისწრია, ან რეალისტური და თავისი. არა აქვს მნიშვნელობა. შეფერად მარინა მლადი ემოციურად განაგრძობს თავისი პერსონაჟის აღწერას და საშემსრულებლო აღმოჩენას. დიალოგი ილაპარაკო ისე, რომ სიმართლის ციტირებდა, ჯერ მამულბრეთი ამბობდა, რომ მსახიობი უნდა ციტირებდეს. ისე დიქტორის მაღაზიების აღწერას. ახლა მან შეუნა თავმოყრა მაგრამ ამას არ აქვს რაიმე მნიშვნელობა. ამგვარად თამაშის წესი ასეთია, მსახიობისთვის გამოსახულობას მნიშვნელობა არ აქვს. მხოლოდ უნდა ციტირებდე, არ კადრის მიღება. შემდეგი კადრი წარმოადგენს იმავე სურათს. მხოლოდ
პირიქით სარკისებური სიმეტრიით, მარინალად ისევ ეკრანის ფუნქცია, აყოფებით, მაგრამ ფონი გადანაცვლებულია კორუფციას და კალინად მარჯვენა მხარესა. კადრებმა იმავე სიტყვებით ახასიათებს კადრის ცენტრალურ ფიგურას, თუმცა ამჯერად როგორც ფილმის პერსონაჟი. იგი ზოგადად ჯანმრთელია, ის აქტიურობს. კაცური მუქი სუპერგრუპის ზოგადად მამას მუქი წამოსფერი აქვს, ამირაღავისფერი, ზუსტად არ ვიცი, წარმოშობით რუსია. მოკლედ ისევ არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა ამ შემთხვევაში განსხვავებული კომუნიკაციით. შემდეგ ზოგადად ჯანმრთელი განათლების საუბარს. კორუფციის წინ მარტივი ზუსტად ისე იყო როგორც სინონიმის რომანში, არამე არ ვიცი, რომელში დიახ ბანანის ტურისტების სტროია უდაიტრია მოდელი სავარაუდოდ, რომელი 10,000 ფრანკს იქებს დღეს, რომელი ქმარი, მისი ქმარი, ის ჩვენი რომელთაც პერსონაჟი ზოგადად ჯანმრთელი წარმოქმნავს მარინა ლადის უბრალოდ ერთნაირი ნეიტრალური თამაშის მიუხედავად თითქოს უფრო პირადულად ჟღერადობრივი არის. კაცგარეთმა ამბობს, ატომანშია უნართავი მარცხნივ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა ამობილური ზესტის ეს მნიშვნელოვანება ამჯერად მნიშვნელობით ისაა. მაშინ ფილმის პერსონაჟის ფიქრი და გადაწყვეტილი მოიმარება. იმაზე რაც თქვა და შეიძლება ჩავირო უშუალოდ გამედგა მახვილობისთვის თვალის ასარიდებლად და მათ მისი გონებაში და ექნობაში დაფარული არ გამშვალდეს. ისინი უშუალოდ დარჩეს. ეს ახლოქეთი პერსონაჟის შინაგანში სამყაროს დამაშავების და სიცხვილის გზნობას, თუმცა საბოლოოდ ჯუნგის განსხვავებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ გინდათ დავასრულოთ, კალდონიკა, პრეზენტაციას რო ვიყოთ აღვაჩვენოთ და რა აქცენტები არის უკვე პრეზენტაციის მიხედვით. ერთი საათი თქვენს რაღაც ვთქვით, რომ სწრაფად წაიკითხოთ, ესეც ჭირს რომ მოგედევნოთ სწრაფ კითხვაზე და პრეზენტაცია რო გვაჩვენოთ და ეს თავი აქცენტები რაც ის გამოახვილებს ყურადღება. ეს იგივე ფილმია? ეს იგივე ფილმია, ხო ეს არის საჭიროა და როდესაც ჟიური ჯანმრთელი მარკეტინგით ცდილობს გამოუწოდეს ქმარს რომ გავატოს ფილმზე. რომელი სათაურები? ორი თუ სამი და რაც მის შესახებ ვიცი. რაც მის შესახებ ვიცი. გოდარის ფილმი და ფინალში უკვე საამბა ცდილობს გამოუწოდეს არის ისეთი შვიდი ოთახი, წყნარი ოთახი და ეს გუგლია რაღაცა ტესტი ცდილობს გამოუწოდეს, მაგრამ რაღაც ტესტი კითხულობს და ტესტი თუნდა რაღაცა მიანიშნოს მას, მაგრამ არ აქვს წყურადღებას და მაგრამ არის კადრი, რომელიც ფონზე არის პერში აღჭარბებული ნიშანი მიანიშნოს, რომ არის აღჭურს ამ მარინა ლადის ეს მდგომარეობა არის სიტუაცია. ეს მაგინამ საკუთრება მუდმივაჩნი დისკუსია საკისებური მაგინამ საკუთრება საკისი არ შეიძლება მარინალადი ნარკოტი ისე ეს უკვე სხვა ფილმზია იქნება დაანებოთ არა, გავიარეთ ეს პრეზენტაცია, კალდონიკა, გასაგებია თქვენი ნაშრომი ისეთია, რომელსაც თქვა ხო, ანუ ესე სწრაფი კითხვით მოსმენა რთულია, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ ახერხებს მსმენელი მიდევნებას და ეს არის ფილმი არის ქართულად იყო თავარი როლი ესე ისე ოფიციალური კომპეტენცია. ეს არის მარინა პოლიშ და კარტოს Mariana Polishta Gaspon Doctor, Juka.
რას მაჩვენებთ? ეს ბექსტეიჯი თუ არ მინახია ფილმიდან რომ გეკითხებით. ეს ის არის აქ ის არის რაღაცა სალაპარაკო რაღაცა აქ შემდეგ აღარჩი შაკებში და რეობა შაკებში და მაშინ ცოტა სწავლობთ მაშინ არა მე გამომიხურე უბრალოდ მაინტერესება ის გადაღების აქ არის ეს არის სცენა, როდესაც რეჟისორი აკეთებს მსახიობებს, რომ მართავზე კიდევ ლუდი, რომ გამოიწვიოს შიშის და რაღაცის ემოციები და ნერვიულობა. სინამდვილეში ეს არის ბუტაფორია. მე ეს მიაჩნია და მუშესია. მუშესია და მე მსახიობებს გადაიელებს ეს პენოპლასტიზმი. ხო, პენოპლასტიზმი. მაგრამ ეს აპარატია იმაზე მილიონერი არის ერთი ინვესტორ, რომელიც საჭაროდ მისიურია და არის მაშინ რაკია საჩუქრებით გამოჭედილი ოჯახში. იგი გადასულია რანაირი სათამაშოები არის, რანაირი გამოსახული ყველაფერი გაბანწული ბუშტებით და ათასი რაღაცებით და უყურებს ამას ყველაფერს და არაფერს δεν და რომ შეეხოს რამეს და ძალიან დაწყებილია რაღაცისგან და დაფიქრებული და მიდის არის დიმამთან და ეუბნება რომ ნაუქალქო არ მინდა რომ ისეთი რამე გავაკეთო შექმნა ისი ჩოცხლია აღარ მიგია ისეთი სიტუაციაშია და მინდა რომ რაღაცა დასამახსოვრებელი დავაკეთო. მოდი ხიდის გავაკეთებო დინარზე და ჩემს სახით დავარქვათ. ფიქრობ, არა ხიდი არაო, ჯობია ფილმი გადავიღოთ. და მას როგორ შეიძლება გადავიღოთ? არა დავაფინანსებო, მე როგორ გადავიღოთ, დავაფინანსებო. მაგრამ პროდიუსერი იქნებია და უნდა იყოს ისეთი სცენაριο, რომელიც უნდა იყოს ისეთი მსახიობები, რომელიც ოსკაროსნები და უნდა იყოს ოსკაროსანი რეჟისორიც ასევე ისეთი. გადაწყვეტა რაღაც ისეთი მოდელის laureatus avatasimondenikovas uzmanse da amrop ilets lola resola gadinova pozitiv tamaşu şambelisova da origin da uzman savaşlar neyse yakaya banderası da ფილმის სახე ფილმი კარტუნში დევს ეს თავარი როლი ესე ქვია და ისე ქვია ოფიციალური კომპეტენცია. ხოდა მოკლედ ეს თექნიკი ჩარიელო ეს ხოდა ეს როლს ეკითხება ეს უკვე გადაწყვეტა უკვე გადაიღო რაღაცა შეჩემდა და მიდის ეს პროდიუსერი ამ როლასთან
რაზეა ის ფილმი საერთოდ ის გასტერებული ყურებს ის არის სიუჟეტის არის მომყარებო მოკლედობა და ნეონი მაგისტრატურის თავი არ მაქვს ესე იგი ფილმის პროდიუსერი ამინასე შუნდარი მაგისტრატურის გაიყვას მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს მაგისტრის აზია რა არის თუ არის ეს უბრალოდ რაღაც აკეთებს რაღაცებს ავიდან ჯგება და გადაიღებენ ის არის გაუმაგებული კატეგორია სარკეში გამოსაყურებლობა კიდე სარკეა ეს და ეს მთელი სიცარიელი, მთელი ეს ცარიელი ნიშანი, კოსმოგრაფიული ტერმინი, ცარიელი ნიშანი, რომელიც აღნიშნავს რომ ნიშანი ის არ აქვს რეალობა, არ არსებული ნიშანია, ნიშანს არ აქვს ის რეალობა, ეს თუნდაც გაზრდებს. სარკეში ესეთი ეკრანი გაუმაგრებული ეკრანით, გაუმაგრებული იმაშია გადაღებული და აქაც ესეთი სცენა ერთი აქ იმაში მოგრუში აქაც ეს მაგალითად მსახიობი ამას ბანდერას უყარს მსახიობია იმის მოყოლა ძალიან არეგულარული ჰოლივუდის მსახიობია და ეს ძერელად უგრევა ეს ამას კიდე მეთოდი სტანისლავსკის მეთოდით მსახიობი წინასწარ უნდა იცოდეს ფილმის გმირის თავისი ბიოგრაფია რა უყარს რა უნდა და მაგრამ ძალიან სერიოზულია და ეს პოეზია რომელსაც ამ ფილმში უნდა მიიღოს რეპეტიციას ხარჯის რომ მადლობას უხდის მასშტაბია ფესტივალის შორის მაგრამ მე მოვედი რომ ამ ეს უარი თქვა ესეთი რომ ну а დეტექტივის რაღაც კონცერტის ხო კლავს შემდგომი თავარი როლის ბანდერას ხო კლავს შემდგომი შემდგომი გადააგდებს ხო ესეთი შარი ძალიან მაგარი კადრია ეს ინტერიერი ეს ბადიშობს სული მასე რა მასამუშავებს რა ქვია ეს იმას ბიძოლის მასა როცა ეს დაეტაკება ეს მეორე ძმა გამოიწევა და ის გადავარდება რა ქვია ეჩინებს და ვარდება ეს ну კომაშია ეს რა ქვია ეს მეზობიანი ეს ჩარი ჰოლივუდური ეს გადაღებული ბანდერას ისა ორივე ძმას თამაშობს შემდეგ და ორივე ერთი წვერით ერთი უჯრედო შემიძლია გამოწოდება ესა და ну აირებს კიდევა შეფერს და იმას მაჯის კიდევა შესაძლოა თუ აქ ის იყო არის კადრი არის კარგად არის გაკეთებული სხვა ფილმებშიც არის არტისტშიც არის მაგალითად კაცურებს თაჟანავიჩის არტისტში კაცურებს მსახიობს ოღონდ ზურგით არის ეს ძალიან ეფექტური კადრია ეს რაღაცა სივრცეს ეს ოთახი არ არის ეხლა ისეთი დიდი აქ პერსპექტივაზე უნდა ვაპარაკო იმის ისეთი პერსპექტივა არის გადაღებული აქეთა კუთხიდან რომ ხო ეს სახე არის გადაღებული იმითი აკრია ჯერი ფოკუსიანი ობიექტივით აი ეს სახე შუა არიან
ისე კალკულიკა ციფრულმა ტექნოლოგიამ შეცვალა ხლივამე გარდა იმ უწყვეტობისა კადრის რაც ქვემოთ კომპოზიციის თვალსაზრისით რამე გასაკვირველია შეცვალა, ბევრი რაღაცა შეცვალა. მაგრამ ძირითადად ისეთი ფილმები ისეთ ფილმებში შეცვალა, ფილმებში შეცვალა ციფრულმა ტექნიკამ პირველ რაღაცაში. და ეხლა ხელოვნური ინტელექტს რო იყენებენ, ალბათ ეს კიდე თავის ყავს დაამჩნევს. კადრებს აწყობა. ესე ტექნიკურად ვერ გეტყვით როგორ არის, მაგრამ კონფიდენციალზე ქონდა მოხსენება ერთ სწორედ აი კინური მართულებით. როგორ იყენებენ კი ამის ფაქტს საუბრობდა ამაზე, რომ კიო ჩვენ ახლა ვიყენებთ ამ ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ მხატვრული ღირებულება დააკლდეს, მოაკლდეს, შემცირდეს. ან პირიქით ეს მეც საშუალებას მაძლევს, რომ უფრო დამაჯერებელი გარემო შეიქმნას, ალბათ იმ შეიძლება რეკონსტრუქციებს აკეთებენ გარემოსი, ან რაღაცა უფრო ამიმართულები, ან მასობრივი სცენები რო არის საჭირო, ან რაღაც έτσι საბრძოლო. და ამით ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ძალიან აქტიურად არათვალები არქიტექტურა ეს არის სტუდია, რომელშიც ეს ნამდვილი ნაგებობა. ნამდვილი ნაგებობა. მაგრამ ეს ნაგებობა ფილმში არის ხელოვნების სახლი, რომელიც არის თარიღი. ამ მილიონერის აგებული ხელოვნების სახლია და არის თარიღი. და მარტო ფილმის ერთჯერადაც მივიდა ფილმის გადასაღებად და აქ ხაზგასმულია, რომ ესეთი პროფესიული, ესეთი დიდებული რაღაცა შენ აი ეს მიდიან ესენი კაცი და უკან მისდევს კამერა ამაც და მომაჩვენოს ეს გრძელი დერეფანი შემდეგ რო შედიან აქედანაც ნამეფარისგან და იგივე დერეფანს იქით კიდე ზლად გამოჩნდეს და სიგრძე გამოჩნდეს შემდეგ აი აქედან დგას კამერა და მიდიან ეს პირველი დღე არის, როდესაც მაგინასთან სამუშაობს სტუდენტია სახელები და რეჟისორი. ხო, შემდეგ ის აქტიურად აეროსი არის კამერა და აი აქ ბოლოში აი მიქცევს როლა, აი პატარა წერტილით რო არის. ესე მოუხმენ და ისე გავლენდა. ეს აჩვენებენ, ეს სულიერ ცარიელი ამით თითქმის არ არის. ის მაგიდაც არის ძალიან დიდი. სამი ადამიანისთვის მაგიდას მუშაობა ის სამუშაოდ სივრცე, რომელიც გამოყენებელი სივრცე ძალიან დიდი და ეს დაბლოჯი ჯექით და წინამისხედით, იმიტომ რომ ვერ ახერხებენ ნაპარაკს და იმას რა აი ეს თეთრი სიცარიები ამ ყველაფრის სიცარიები გეომეტრია. კი საოცარი მაგონებს იცი ისრაელში გავიდა ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, აი ესე ზუსტად ესეთი არქიტექტურა. და იქ შიგნით კინოდარბაზიც კი აქვს. თუ რამე შემშულდა აი ეგ ბიბლიოთეკა შემშულდა. ამის მიზნობებიც არის ჩრდილოეთ ევროპაში, ნორვეგიაში, თუ დანიაში. დანიური არქიტექტურა, სკანდინავიური არქიტექტურა. და საკმაოდ პოპულარული არის. ოსლოს თეატრიც კი დანიაში არის თეატრი. კაცად და ეს კი რენესანსის კომპოზიციასაც კი გასწავლის გადანაწილებით. ძალიან დიდი ის არის.
ეს არ არის დაწერილი ესეთი კომპოზიცია ასეთი არა ისე გაწოდა სწორებული ინტერვალები წინაპლანი განაცხადი. როიც ვაჭრობ პრეზენტაცია და ეს არის უცნების რეკვიემი ოქნების რეკვიემი აქ არის სცენა რატომ ამერე სცენა ეს ადრეს გადაღების ეს ჯერჯერობით ირებდნენ ფილმში დეიმანსურაჩული მის პარალელურად აღნიშნეს აქაც დერეფანი არის ნაშრომები აი გამოდის აი უცებ თანამედროვე ხდება ეს დერეფანი ხდება ეს გმირი რომ მოდის მოკლედ ეს უცნება და რაღაც განსხვავების ალათთან არის დაკავშირებული უკვე იმსხვრევა ეს უცნებები და ну მეძე წამის გამო წება ვერაცასთან მომეში თუსაც და კარგ გაიჟღუნეს მოდის ეს მაგრამ ახლა ის პლანები წინდა კანონიკაში ისე და მოსამნამიჩი ძალიან ახლო იმაში ძალიან ახლოს აი სამაზარი ჯოდო ახლო მიჩი მაგრამ მე მაინც ეჭვმა რომ აქ ისია სახე დადებული ამ იმაში რომ მეორე თითქოს კადრზეა დადებული ანუ ის ტელეფონი ესია გადაღებული მართლა ლოგიკით და იმით და ეს თითქოს ცოტა რიტმი აცილებულია ამის მსახიობის სახის და სიარულის სულის იმასთან გამოსახულებასთან და დადებული ხედია კომბინირებული ხო და შემდეგი ის პატრიარქატი ასე გავიჭირდება მაგის აი იცი რა აქ აი ორი მარკო კადრი შეიძლება ნახო მაგრამ ის არ არის საერთოდ ეს კადრი აი ჩtildeების და იმის ისე ჩtildeები უფრო ნორმალური ისა სპატემში აი ჩtildeები აი ამ კადრში აღარაჩენს ეს სიგიჟისტი არ არის სცენა სარასი და ეს ჩtildeები რომ თითქოს ხალხი თავისთვის მოდის თითქოს მაგრამ ეს ჩtildeები მოსდევენ თითქოს და ის სპატემშია და ეს სპატემში მოძრაობს ეს საინტერესო ფერია და ხო ძალიან საინტერესო ძალიან ეს ისეთი გამოსახულია ხო მე ვერ ვიყავ ძალიან პატარა ის არის მაგრამ ისეთი ძალიან ინტენსივია ძალიან დრამატული ისეთია და აღარ ესია გადაღებული მაინც ორ პლანში ორი სხვა დადებული ის არის და მე ეს მამჩი მომთავრებულ უბრალოდ კადრი ეს ისე ნიშნავია
ეს არის ტაკიესის გრანსაბანა. და იქ მიდის მუზეუმში ამ გრანსაბანას გრანსაბანის უყუროს, მაგრამ ეს აღიბეჭდება უბრალოდ გრანსაბანაზე, როგორც ეს ვარიანტი კი არა, რაღაც სამართლიანობის სხვა ტერორისტი და სამართლიანობის სხვაგვარი იმით რაღაცნაირად აღინიშნება დაწერილი აქვს. არა, შეიძლება. ეს